მოვამზადოთ უგემრიელესი ხაჭოს ფუნთუშები სეზონური ხილით. ცომისათვის თბილორზეში გადავურიოთ საფუარი, შაქარი, კვერცხი 1 ცალი, ხაჭო, კარაქი და ფქვილი. უნდა მოვზილოთ ნაზი ელასტიური ცომი, შეიძლება ცოტა ხელზე გეწებებოდეთ, მაგრამ არა უშოთ, ჩაძლეთ ზეთიანი ხელით და დააცვენეთ 1 საათით. ხაჭოს კრემისთვის ხაჭო არაჟანი, სახამებელი, შაქარი და კვერცხის ცელა გადავურიოთ ერთმანეთში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და დავასვენოთ მაცივარში. ქრამბლისთვის კი ფქვილი, შაქარი და კარაქი კარგად გადავურიოთ. ამოფუშფუშებული ცომი კი გავყოთ 9-10 თანაბარ ნაწილად, სადღაც 90-100 გრამიანი გუნდები შეგიძლიათ გააკეთოთ, დაასვენეთ 15 წუთით, შემდეგ კი ჭიქის საშუალებით ეს ჩაღრმავებები გააკეთეთ, გადავასვეთ კვერცხის გული, მოაყარეთ ქრამბლი, ქრამბლი შეგიძლიათ საერთოდ ამოიღოთ. შემდეგ ხაჭოს კრემი, მარწყვი, სეზონური ხილი ნებისმიერ შეგიძლიათ გამოიყენოთ, ზემოდანაც ქრამბლი და ცხვება 170 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში. ინგრედიენტების ზუსტ რაოდენობას ვიდეოს აღწერაში დაგიტოვებთ. თქვენ კი არ დაგავსდათ ჩემი არხის გამოწერა, ჩემთან ბევრი მარტივი და გემრიელი რეცეპტი დაგხვდებათ. ეს ფუნთუშები კი უდავოდ გახდება თქვენი ოჯახის ფავორიტი ფუნთუშები. მადლობა და ნახვამდის.